ადამიანები ამბობენ, რომ არ სჯერათ ღმერთის, რადგან ვერ ხედავენ მას. თუ რამე უხილავია, ეს ნიშნავს, რომ არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ სამყაროს დიდი ნაწილი მოშიშვლებული თვალით უხილავია, ჩვენ შეგვიძლია მისი დანახვა ასტრონომიული ტელესკოპების საშუალებით და მიუხედავად იმისა, რომ მიკროორგანიზმები მოშიშვლებული თვალით უხილავია, ჩვენ შეგვიძლია მათი დანახვა მიკროსკოპით. მაშ, როგორ შევიცნოთ ღმერთი, რომელიც უხილავია? იოანეს მეხუთე თავში, 39 მუხლზე. ისინი კი ჩემზე მოწმობენ. ჩვენ შეგვიძლია გავაცნობიეროთ ღმერთის არსებობა, რომელიც უხილავია ბიბლიიდან. მოდით დავადასტუროთ, რომ ბიბლია ფაქტია მეცნიერების მეშვეობით. იობი 26 თავში, მე-7 მუხლზე. მან განავრცო ჩრდილოეთის სიცარიელეზე არარაობაზე დახკიდა დედამიწა. კოსმოსიდან დაკვირვებისას დედამიწა არაფერზეა ჩამოკიდებული. დღეს საღი აზრია, რომ დედამიწა არაფერზეა დაკიდებული, მაგრამ ის მეცნიერულად მხოლოდ მე-17 საუკუნეში დადასტურდა ნიუტონის უნივერსალური მიზიდულობის კანონით. თუმცა ბიბლია ეს ფაქტი უკვე ჩაწერა დაახლოებით 3500 წლის წინ. შემდეგ არის ჩანაწერები წყლის ციკლის შესახებ. იობი 36 თავი, 27 მუხლი. რადგან ის აკავებს წყლის წვეთებს, ისინი ნისლიდან ასხურებენ წვიმას. ღრუბლები ღურიან მას, უხვად ესხურება ადამიანს. ეს ხსნის აორთქლების, კონდენსაციის და ნალექების პროცესს. წყლის ციკლი პირველად მე-17 საუკუნეში დადასტურდა პეროსა და მარიოტის ექსპერიმენტების შედეგებით. თუმცა ბიბლია უკვე აღწერს წყლის ციკლს დაახლოებით 3500 წლის წინ. ეს არის გარკვეული მტკიცებულება იმისა, რომ ბიბლია არის ღვთის სიტყვები, რომელიც ადასტურებს ღმერთის არსებობას. მაშინ რატომ უნდა გვწამდეს ღმერთის? ეს იმიტომ, რომ ცათა სამეფო არსებობს. გამოცხადება 21 თავში, პირველი მუხლზე. ვიხილე ახალი ცა და ახალი მიცა და აღარ იქნება სიკვდილი. ბიბლია მოწმობს, რომ არსებობს ახალი ცა და ახალი დედამიწა, რომელიც არის ცათა სასუფეველი. ჩვენ შეგვიძლია ცათა სასუფეველში წასვლათ, სადაც სიკვდილი არ არის, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოვიპოვებთ მარადიულ სიცოცხლეს. მაშინ როგორ შეგვიძლია მოვიპოვოთ მარადიული სიცოცხლე? იოანეს მე-6 თავში, 54 მუხლზე. ჩემი ხორცის მჭამას და ჩემი სისხლის შემსმელს საუკუნო სიცოცხლე აქვს. როგორ შეგვიძლია ვჭამოთ იესოს ხორცი და დავლიოთ მისი სისხლი? ლუკას მე-22 თავში, 15 მუხლზე. სურვილით მსურდა თქვენთან ერთად მეჭამა ეს პასექი ჩემი ტანჯვის წინ. აიღო პური, მადლი შესწირა და უთხრა, ეს ჩემი სხეულია. ეს სასმისი არის ახალი აღთქმა ჩემს სისხლში, თქვენთვის რომ იღურება. იესომ თქვა, რომ პასქის პური მისი ხორცია და პასქის ღვინო მისი სისხლია. როდესაც ჩვენ ვიცავთ ახალი შეთანხმების პასკას, ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს მარადიული სიცოცხლე და შევიდეთ ზეცის სასუფეველში. ვიმედოვნებთ, რომ თქვენ მიიღებთ მარადიული სიცოცხლის კურთხევას ახალი აღთქმის პასქის აღსრულებით.